ჩვენ გვაქვს ჩართვა ჩვენი community-ის წევრისგან, ეს არის ადამიანი, რომელსაც უნდა გამოთქვა საკუთარი აზრი წინა სიუჟეტთან დაკავშირებით, ზოგადად მუშაობს ცხოველებთან და ჩვენ ახლა ჩაგვეცდება ნინი. გამარჯობა. გამარჯობა ნინი. როგორ ხარ ნინი? კარგად შენ? როგორ ხარ? კარგად. უყურე სიუჟეტს ნახე ჩვენი სტუმარი. კი ნახე. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? მე უბრალოდ ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს საერთოდ ზოგადად ამ თემასთან ძაღლთან დაკავშირებით და შეიძლება რომ თქვა? გისმენთ გაფათიცებლად. არც მინდა უბრალოდ რომ ჩემი სიყვარული და სითბო დავადასტურო ამ ცხოველების მიმართ და ყველას მოუწოდო რომ ჯიშის მიუხედავად იყონიონ ისინი როგორც ოჯახის წევრები. და რაღაც განასაკუთრებენ ასე თქვათ ამ ცხოველს. ნინი, შენ მუშაობ ასევე კატებთან, ხარ ფისომოყვარულთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასე ვიცი. მოგვიყევი ამის შესახებ, რა ეტაპზე ხართ, რა საქმიანობთ? გვაქვს პატარა თავშესაფარი ჩვენი ძალებით გაკეთებული. ვარსებობთ შემოწირულობებით, ადამიანების დახმარებით ისევ და ისევ და რა ვიცი. ყავს გადარჩენილი უკვე სადღაც 4-მდე ფისო, პატარები, კნუტები, დიდები, დაზარალებული და რა ვიცი, რა საკმაოდ რთული საქმეა, შრომატევადი და სტრესული. მაგრამ ღირს. მოდიან ადამიანები, თქვათ, დაინტერესებულები, ვისაც თქვათ, უნდათ წაიყვანოს სახლში. არიან ესეთი ხალხი ხშირად თქვენი სტუმრები? პრინციპში ჩვენი მიზანი ეს არის, რომ დავაბინაოთ ეს კატები შემდგომ, ანუ გაჩუქება, შვილება, ეს ფეხი უნდა მოიკიდოს, მე მგონი ამ ტენდენცია მხოლოდ უნდა ადამიანებში რომ adoption. აყვანის თავშესაფრები ამით არსებობენ, იქ შემოდის ცხოველი, გადის, ბინავდება ოჯახში, ანუ რეალურად ქუჩი დახვდება ოჯახში და ეს არის ჩვენი თავარი მიზეზი და არა თქვა ოჯახში დაბრუნება და რთული ცხოვრების გაგრძელება. თქვენი კონტაქტები, აი ახლა ბევრი გვიყურებს ალბათ და შეიძლება გაუჩნდება სურვილი როგორ გიპოვოთ, როგორ გიპოვნონ? Facebook გვერდი ფისომოყვარულთა კლუბი, ასევე ჩვენი პორტალი cats.club.org. შეუძლიათ შევიდნენ დაათვალიერონ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და ასევე მოგმართონ ნიჭი კონფისები. და რაც შეიძლება ძაღლებს მე მინდა დავამატო, ასევე ძალიან ესეთი დასახმარებელი ორგანიზაცია ვახსენო, ცხოველთა მეგობრები Animals Friends, ესეც Facebook გვერდია, რუსთავში არის ეს თავშესაფარი და ძალიან უჭირდება და ვფიქრობ ადამიანები უნდა დაინტერესდნენ ამით და მივიდნენ დაეხმარონ რა ვიცი, ნახონ. ძალიან დიდი მადლობა ნინი, იმედია კიდევ იქნები ჩვენი გადაცემის მონაწილე და ჩვენ გავიგებთ მეც ნინის ამ წამოწყებების წარმატებების შესახებ მომავალში.